მაპატიეთ. ახლა ვემოვალ. მაპატიეთ. შეგიძლიათ დამეხმაროთ. კი, ეს მომწონს. ეზელ? რა სიურპრიზია. რა თქმა უნდა მოგწემენ. თუ რამე ახალი იქნება დარეკებ. დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა. უკვე ვიყიდე, იქნებ გასინჯოთ. კარგი, ერთ კოვს გავსინჯავ. რა უნდა მოგცენ? თქვენი ლაპარაკი მესმოდა. ჯილდო, ლურჯი ბრილიანტი. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის. მართალია ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და ახალი რაღაცეები შევიძინე. ალბათ საღამოს აღნიშნავთ ჯენგისთან ერთად. ვნახოთ. გაყოვნებთ არა? ხო მართლა, ბაჰარი დავპატიჟე ვახშამზე. მისთვის საჩუქრის ყიდვა მინდოდა. თუმცა არ ვიცი რა მოსწონს. წიგნი ხომ არ ვუყიდო. წიგნები უყვარს? არც კი ვიცი. კარგი. ეს ხომ არ ვუყიდო. არ ვიცი. მე მგონი ეს ძალიან უბრალოა. გასაგებია. აღარ გაგაჩერებთ. კარგი, მალე შევხვდებით. იმედია. ნახვამდის. ნახვამდის. მგონი მაინც გჭირდებათ დახმარება. გინდათ ერთად დავარჩიოთ რამე. მართლა? მომეცით, დაგეხმარებით. თქვი არ მინდა მეთქი არა და ბოლომდე შევჭამე. სწორადაც მოიქეცით. მერტ, სად იყავი შვილა? პოლიციის განყოფილებაში. საჩივართან დაკავშირებით. ნუ ნერვიულობ, საქმე უკვე დაიხურა. ხელის მოსაწერად ვიყავი. ზმა ჯენგიზმა ყველაფერი მოაგვარა, როგორც შეგვირდა. ყველაფერი კარგადაა. ხო, მასთან ერთად ახალგაზრდა კაცი იყო. ხო. უცნაური კაცია. გახსოვს ფოტო ჩემს ოთახში. შევამჩნიე, რომ ვიღაცას მისთვის ადგილი შეუცვლია. წარმოგიდგენია? საინტერესოა რატომ? ფიქრობ შენს ოთახში იყო შესული? არა, რა შეშჭირდებოდა? ალბათ მე თვითონ შეუცვალე ადგილი უბრალოდ. არ მომეწონა ის კაცი. ამიტომ მომეჩვენა ასე. მერტ, როგორია ის ახალგაზრდა კაცი? მაღალი, კაცრი გარეგნობა აქვს და ცოტას ლაპარაკობს. მერტ, მითხარი რომელი? რა რომელი? რომელი ფოტო იყო სხვა ადგილზე? პატარა რომ ვიყავი, ეზოში გადავიღეთ სურათი მე და ჩემმა ძმამ. თქვენ რომ არ გიყიდეთ საჩუქარი? წუხვარ. რას ბრძანებთ, მით უმეტეს ჯილდო ჯერ არ მიმიღია. მიიღებთ. მე წავალ. დროებით. დროებით. ეიშან. ეს კაბა მოგწონთ? ლამაზია. შეიძლება დახმარება გთხოვოთ? თქვენ და თქვენს დას მსგავსი აღნაგობა გაქვთ. შეიძლება ეს კაბა მოიზომოთ. თქვენი ტელეფონი რა გავს? არა უშავს, კიდევ დარეკავს. ძნელი არ არის ერთი მხრივ დიდი სასტუმრო, მეორე მხრივ ბავშვი, ოჯახი.
ძნელია, მაგრამ მომწონს, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ტვირთი უფრო მსუბუქი ხდება. ქალები განსხვავებულები ხართ. ზოგი ოცნებობს, რომ სახლში იჯდეს და ბავშვებს მიხედოს, ქმარს და ელოდოს, როდის მოვა სამსახურიდან, როდის მოიტანს ყვავილებს, ასეა? მათ ხართ? კი. მე არ დამიგეგმავს ჩემი ცხოვრება. განა შეიძლება ცხოვრება დაგეგმვის გარეშე. შეიძლება. ცხოვრებაში ორი გზა არსებობს და შენ ერთ-ერთს ირჩევ. მესმის. ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რა მოხდებოდა მეორე გზა რომ აგერჩიათ. კი. ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. ზოგჯერ ადამიანს უნდა ყველაფერი უკან დააბრუნოს, ასეა? ხო, მაგრამ ეს შეუძლებელია. შესაძლებელი რომ იყოს. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ. მოგწონთ? ძალიან. მიხდება? კი, ძალიან გიხდებოდ. შესანიშნავია. ბაჰარს მოეწონება? მოეწონება. აუცილებლად მოეწონება. აირჩი ერთი კარტი. მიდი აირჩიე, თუ არ აირჩევ, შეკითხვებზე არ გიპასუხებ. ნუ დავუახლოვდები იმ ეზელს. ჩვენ ვერ ვენდობით მას გესმის ეს? მესმის? გისმენ, რამეს მიაგენი? ვერაჯერ ვერაფერს. მაშინ ამოიღე კარტი. ამოიღე. განა შეიძლება ასეთი დამთხოვები იყოს. ყოველთვის მოულოდნელად გაჩნდება ხოლმე. თითქოს მიწიდან ამოძრაო. კაცი იფიქრებს სუპერმენიაო. ბახარ სულის გარშემო. გასაგებია. რა არის გასაგები? რა არის გასაგები? არაფერი. ის ნაბიჯვარი რაღაცას გეგმავს. ეს თუ არ გავარკვიე, ალი მარწუხი არ ყოფილვარ. კარგი ალი, შენი მეთოდებით გაარკვიე. მე კი ჩემი მეთოდებით გავარკვევ. ყველაფერს გავიგებთ. ნუ ნერვიულობ. ჯერ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ალო, ჩემო ლამაზო. როგორ ხარ საყვარელო? ხიარული ხმა გაქვს. შესანიშნავი დღეა. რას აკეთებდი? არაფერს. მაღაზიებში გავიარე. საღამოს აილინი მოვა ჯილდოს, თუ მივიღებთ, იქნებ ერთად ვივახშმოთ. რატომ? ისე უბრალოდ, მომინდა. რამდენი პარკი გიჭირავს? ჩვენთვისაც ხომ არ იყიდე რამე? ეს ყველაფერი შენია, ამის გარდა. სერიოზულად? გამიმართლა, მაგარი უფროსი მყავს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მიზეზი ეს არის თუ? თუ რა? არაფერი. ანუ შებნემ. გისმენ. შენ თქვი ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო? შენ რა გინდა, ეიშანზე შური იძიო თუ უკან დაიბრუნა?
შებნემ, გისმენ? კამილი წაგიყვანს, დღეს არ მჭირდები. Bugünlük sana ihtiyacım yok.